ლევან როგორ ხართ? კარგად, გოგმალისანდებით. მე მარია მე ვარ გაფრინდაშვილი, ჟურნალისტი. გითხანის ხოლმე. დიახ და ლევან, ზუსტად 5 წუთი მინდა რომ შეგხვდე, თუ არ შეგაწუხებ, რა თქმა უნდა. ანუ ხვდებით სავარაუდოდ რატომ მინდა თქვენთან შეხვდე? ხო, ხვდები რა თქმა უნდა, კამერას უცაიძ კონტაქტი აქვს. მესმის. კი ბატონო, მაშინ ამ სატელეფონო საუბარს გამოვიყენებთ. მადლობა. ხო, კარგი. ეს არის პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელსაც გომელაურის პოლიცია და გაბიტაშვილის პროკურატურა თვეებია საგულდაგულოდ მალავენ. ლევან იაშაღაშვილი რეჟიმის პატიმრის და ციხეში უვადო მუხლით გამოკეტილი ნიკა კაციას დაკავების ოქროს მოწმეა. მისი ალაპარაკება სისტემას ყველაზე მეტად არაწყობდა, რადგან შადებული ნარკოტიკის საქმე თავდაყირად დგება. დასტურდება, რომ ჟურნალისტი ციხეში აქციებზე დგომის გამო გამოგონილი ბრალდებით გაუშვეს, მტკიცებულებები გააყალბეს და პოლიციელებმა დანაშაული ჩაიდინეს. ამიტომ 27 წლის ტაქსის მძღოლი საქმიდან საერთოდ გააქრეს, მაგრამ ოქროს მოწმე შაბათის ეთერმა მაინც იპოვა. იმ დღეს ხო ნახეთ რეალურად ნიკა კაცია ხო თქვენ მანქანაში იჯდა? შენ მანქანაში იჯდა, კი. და ხო თქვენს მანქანაში ჩაუჯდა პოლიცია? შენ მანქანაში ჩაუჯდა და გადაიყვანეს. ლევან, იცით რატო გეკითხებით? ისინი ამბობენ, რომ თქვენ საერთოდ არ ყოფილხართ შემთხვევის ადგილზე. ფაქტი იყო, რომ ტაქსი გამოძახებული ვიყავი, მივედი, ჩამეგზა მანქანაში და გადაიყვანეს პიროვნება. გამოძიების ფაილებიდან გამქრალი მოწმე შაბათის ეთერთან ამ სატელეფონო ინტერვიუში ადასტურებს იმას, რასაც პოლიცია და პროკურატურა ჯერ გამოძიების დროს, შემდეგ კი სასამართლოში კატეგორიულად უარყოფდნენ. ლევან იაშაღაშვილი დღეს პირველად ყვება, როგორ მივიდა გამოძახებაზე გლდანის მერვე მიკროში ამ საცხოვრებელ კორპუსთან, როგორ ჩაუჯდა მას ნიკა კაცია ავტომობილში და როგორ დაესხა თავს ჟურნალისტს ტაქსში მოულოდნელად პოლიცია. თქვენ გამოძახება სად გქონდათ ლევან? გლდანში, სადაც ეგ ბიჭი ჩამოვიდა. ჩამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში. ჩაჯდა მანქანაში და მოეგრევე გადაიყვანეს. მალევე გააჩერეს თუ გაიარეთ რამდენიმე მეტრი? არა, ვაფშე არ დაუძრავლა, ანუ ჩაჯდა თუ არა ეგრევე. დაუპანიკრია ხათი ნამელი ხარ. რეთი რა ხდება, ამას დაუნებოდი და უკნელები მეგონენ ეს რა პრობლემა ხო არა აქვს რაღაცა და ეს კი რა გჭირს ბიჭებო დაწყავდით. მე უკვე მივხვდი რა, მიმახვედროს ვინც იყვნენ. მანქანა მოაყენებინეს და გადაიყვანეს ეს ბიჭი. ლევან იაშაღაშვილის ამბობს, რომ ნიკა კაციას დაკავების დღეს 22 საათსა და 45 წუთზე გლდანში ჟურნალისტის საცხოვრებელი სახლის მისამართზე ნამდვილად იმყოფებოდა, ეს სკრინი ადასტურებს. ეს ტაქსის აპლიკაციაა, სადაც ავტომობილის გადაადგილების მარშრუტი ჩანს. სწორედ ამ ჩანაწერით დგინდება, რომ იაშაღაშვილის ავტომობილი ამ მისამართზე ნამდვილად იყო და მგზავრი ათონელის ქუჩაზე უნდა წაეყვანა. თქვენ ხართ ოქროს მოწმე პრინციპში ამ საქმის, იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ ფეხით გადაადგილდებოდა ნიკა კაცია. რა ვიცი, რა გითხარით, ვითხარით. იჯდა თქვენს მანქანაში? რაც ვიცი და რაც დავინახეთ შემთხვევებს წინათ მოხდა, ასე რომ ვთქვათ, აი მაგ ყველაფერს ვიძახთ და ეხლა დანარჩენს ვერაფერს ვერ ვთქვი. ეს გარემოება და მოწმის ამბობი საქმეს თავდაყირა აყენებს. დასტურდება ის, რასაც ბრალდებული დაკავების წუთიდან ამტკიცებდა, რომ დააკავეს სხვაგან, გაიტაცეს სხვა ტერიტორიაზე და ნარკოტიკი ჩაუდეს. საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის საქმის ფალსიფიცირება დაკავების წუთიდან რომ დაიწყო, ამას პრაქტიკულად ჩვენ საქმის პროკურორიც გვიდასტურებს, რადგან გვარწმუნებს, რომ ნიკა კაცია 14 გრამი კოკაინით გლდანში ვართაგავას ქუჩაზე ფეხით სეირნობდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა. 2024 წლის 7 დეკემბერს იპოლიტე ვართაგვას ნომერ 45-ის მდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლობის მიერ ჩაუტარდა მას პირადი ჩრეკა. ნიკოლოზ კაცია ვართაგვას ქუჩაზე მარტო გადაადგილდებოდა? როდესაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელმაც ჩაუტარეს პირადი ჩრეკა, იმყოფებოდა მარტო. არა, ერთი წუთით. როდესაც ის შეაჩერეს, ნიკოლოზ კაცია ფეხით გადაადგილდებოდა თუ ავტომობილით? ძალიან მარტო. სისხლის სამართლით ხო და პასუხობთ, სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები განმარტავენ, რომ იგი იმყოფებოდა მარტო და ჩაუტარის მას საგამოძიებო მოქმედება. მარტო რომ იმყოფებოდა, გავიგე, ფეხით იყო თუ ავტომობილით? მარტო იმყოფებოდა ფეხით.
პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე ახლა ჩვენს მოტყუებას ცდილობს, რადგან იპოლიტე ვართაგავას ქუჩა, სადაც მისი მტკიცებით აქციების მონაწილე ჟურნალისტი კოკაინით სავსე ჯიბეებით სეირნობდა, ნიკა კაციას სახლიდან რამდენიმე კილომეტრშია. აქ შაბათის ეთერის მიერ ჩაწერილი ოქროს მოწმის ინფორმაციით, კაცია პოლიციამ მისი ავტომობილიდან გადაყვანის შემდეგ წაიყვანა. ვართაგავას ქუჩაზე მიიყვანეს თავად მძღოლიც, რომელიც ბრალდებული ჭხრეკას არ დაასწრეს. ავტომობილში ერთი პოლიციელი ჩაუსვეს, რადგან დამატებითი მოწმე არ აწყობდათ რამდენიმე წუთში კი მისი მონაცემები ჩაიწერეს, ფოტოები გადაუღეს და ტერიტორია დაატოვებინეს. ტაქსის მძღოლი რომ კაციას სახლიდან ვართაგავას ქუჩაზე ნამდვილად მივიდა, ამას მის ავტომობილში დამონტაჟებული სანავიგაციო სისტემაც დაადასტურებს. მანქანასთან მოახენეს თავის მანქანა, გადაიყვანეს ის ბიჭი იმ მანქანაში და არც მე არ გამომიშვეს, მითხრეს რომ წარმოყვევიო და მე მეცდა პოლიცია და წავხევი მანქანას უკან და მივედით რაღაც ქუჩაზე და იმ ქუჩაზე ცოტა ხანი გამაჩერეს და მე გამომიშვეს შემდეგ. როგორ გამოგიშვეს, რა გითხრეს? ბოლოს სადიო სამთხეს შეპირადობას ფოტო გადავღეთ, მანქანა ფოტო გადავღეთ, რომელიც ჩაიწერეს და წავიდა. და შემდეგ იქ უკვე ბევრი პოლიციელი იყო თუ მხოლოდ იქ არ ვიცი, იმიტომ რომ მანქანა იყო, ორი მანქანა იყო და რამდენი იზნაში და ასე შემდეგ, არ ვიცი. ერთი მომედა და ორმა გადაიყვანა და მე დამაჩორებინე ცოტა წინ. ახლა საქმის ზედამხედველ პროკურორს ვეკითხებით, იყო თუ არა ადგილზე ტაქსის მძღოლი, რატომ არ დაასწრეს ის როგორც ნეიტრალური მოწმე ჭხრეკას, რატომ არ ჩანს საქმის მასალებში და რატომ არ არის გამოკითხული მოწმეთა სიაში. თუმცა პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე ისევ გვატყუებს, გვარწმუნებს, რომ ტაქსის მძღოლი ჩვენი გამოგონილი ვერსიაა. მტკიცებულებები რომ არსებობს, ნიკოლოზ კაცია ტაქსით რომ გადაადგილდებოდა, ტაქსის მძღოლი რატომ სანამ საგამოძიებო მოქმედება საქმედან და ვისთან ჰქონდა კონტაქტი, ჩემთვის უცნობია. კონტაქტი არ არის. თქვენ ხომ ზუსტად იცით რომ ის ტაქსით გადაადგილდებოდა და ტაქსი გადააყენეს. ზუსტად ვიცი ის, რაც მტკიცებულებებით დასტურდება. ახლა ჩნდება კითხვა, რატომ არ აწყობდა გომელაურის უწყებას საქმის მასალებში ტაქსის მძღოლის გამოჩენა? ადვოკატებისთვის ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. თუ ტაქსის მძღოლის იქ ყოფნას ოქმებში ჩაწერდნენ, მაშინ ნარკოტიკების საქმე ჩამოეშლებოდათ, რადგან დადასტურდებოდა, რომ კაცია სხვა ადგილზე დააკავეს. დაკავების ადგილი გააყალბეს. ოქმებზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს. დამკავებელი არა სამი, არამედ მეტი პოლიციელი იყო და რომ ნეიტრალური მოწმეც არსებობდა. და ნარკოტიკების ამოღების დროს გადაღების საშუალებაც ჰქონდათ. ეს ყველაფერი კი პოლიციამ არ გააკეთა. საქმე სინდისის პატიმარ შეუკერეს და ოქროს მოწმე საქმიდან უბრალოდ გააქრეს. ტაქსის მძღოლი არის ის ძირითადი მოწმე, რომელიც ნიკოლოზ კაციას პოზიციას და მოყოლილს პირველივე დღიდან ცალსახად ადასტურებს. მოწმე არის პირდაპირ მოწმე იმის, რომ პოლიციამ და გამომძიებლებმა ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა ფალსიფიკაცია მოახდინეს მტკიცებულებების შესაძლო, რა თქმა უნდა, მტკიცებულებების და შემდგომ ფაქტობრივი და ასე ვთქვათ, დაკავების ადგილი ერთმანეთისგან განსხვავდებათ. აქციების მონაწილე ჟურნალის სახლა მხოლოდ 3 სავარაუდოდ სრულმოწმე პოლიციელის ჩვენებით ასამართლებენ. მირზა ჯაფარიძე, გიორგი როსოფიძე და ლევან ხერხელაური ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან. სხვა პოლიციელები, ვინც ადგილზე იყვნენ, საქმიდან გააქრეს. სისხლსამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარდა სრულყოფილად ობიექტურად საქმეზე წარმოდგენა სრულყოფილად როგორ ჩატარდა მხოლოდ სამ პოლიციელს ეყრდნობით ბატონო უკრე ერთი წუთი კადრი არ გაქვთ ნეიტრალური მოწმე არ გყავთ ტაქსის მძღოლი საქმიდან გააქრეს ტაქსის მძღოლი რატომ გაქრა საქმიდან ეს ყველაფერი საქმის არსებითი განხილვის დაესწრებოთ კითხვები და შესაბამისად პასუხს თქვენ დაუსვამთ ალბათ აუცილებლად მეცადინეობა სიმართლეს მოყვებიან სასამართლო პროცესში. ძალიან კარგად ნამეცადინები არიან ეს პირები კიდევ. არავინ ნამეცადინარი ნამდვილად. საქმეში არ არსებობს ვიდეო კადრები, რომელიც კაციას ჭხრეკის დროს მისი ჯიბიდან ნარკოტიკის ამოღებას დაადასტურებდა. არის კიდევ ერთი გარემოება. ნიკა კაციას ჭხრეკა ვართაგვას ქუჩაზე ისეთ ადგილას ჩაატარეს, სადაც სავარაუდოდ პოლიციამ წინასწარ იცოდა, რომ იქ სათვალთვალო კამერები არ არსებობდა.
რამდენიმე საათი საკმარისი არ იყო, რომ პოლიციელები მიეყვანათ ისეთი, ვისაც მობილური ქონდა? თავად პოლიციელები გააკეთებენ განმარტებას, არა, მაგას თქვენ ხართ ზედამხედველი და ხელმძღვანელი მტკიცებულებები. ანუ სანამ არსებითი ბოლოში გავა ეს კაცი ციხეში ზის უმძიმესი მუხლით ვერ მოიძებნა გომელაურის უწყებაში პოლიციელი, რომელსაც მობილური ექნებოდა? ხო გითხარით უკვე. ანუ ერთი და იგივე სქემით აყალბებთ ამ საქმეებს? სისხლსამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარდა სრულყოფილად ობიექტურად. კადრების არარსებობას პროკურორი კაციას მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევით ხსნის. მაშინ ჩნდება კითხვა: თუ ერთი ნიკოლოზ კაცია სამ პოლიციელს არბევდა, რატომ არ გამოიძახეს ადგილზე დამატებითი ჯგუფი, ან რატომ არ დაიწყეს მის წინააღმდეგ დამატებით საქმის წარმოება ადმინისტრაციული მუხლით? ცემა სამი პოლიციელი მეტრა 20-ანმა ნიკოლოზ კაცია. ხელმოწერით აქ ნიკოლოზ კაციას დაფიქსირებული, შენიშნა ცემდა არა, წინააღმდეგობას უწევდა, ცდილობდა მითითებულია, რომ ცდილობდა არ ჩატარებულიყო მის მიმართ პირადი ჩხრეკი. ამიტომ ვერ გადაიღეს? კი ბატონო. წინააღმდეგობის გაწევა ხომ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ასეთი ოქმი რატომ არ არის გამოწერილი? წინააღმდეგობის გაწევის პირობები საგამოძიებო მოქმედების დროს არ გულისხმობს წინააღმდეგობის გაწევას, რომ სახელი დაადო. საგამოძიებო მოქმედება ვინაიდან ის მამხილებელ მტკიცებულებას ცდილობდა, რომ არ ამოიღო პოლიციაში. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. ერთი ნიკოლოზ კაცია სამ პოლიციელს არბევდა და ვერ გადაიღო ვერც. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა წინააღმდეგობის გაწევის პირობებში, იგი ცდილობდა, რომ არ ჩატარებულიყო მის მიმართ პირადი ჩხრეკა. თუ წინააღმდეგობას უწევდა, თან ოქმებზე უწერდა ხელს, ეხლა პირადი ჩხრეკის, როგორ გიყვებით აბსოლუტ პირადი ჩხრეკის ოქ შენიშვნა შეტანილი, რომ მოხდა მისი ჯიბიდან ამოღება აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების, იგი დამშვიდა, დაწყნარდა და შემდეგ მოვაწერა ხელი აღნიშნულ ოქმებზე. საქმის პროკურორი ამ ინტერვიუში ახლა ნიკა კაციას მიერ ხელმოწერილ ოქმებზე აპელირებს, ანუ მიგვანიშნებს, რომ დაკავებულმა თავად დაადასტურა, რომ კოკაინი ჰქონდა, მაგრამ ეს კიდევ ერთი დიდი ტყუილია. ადვოკატები ამბობენ, რომ ნიკა კაციას პოლიციამ ხელი ოქმებზე მოტყუებით მოაწერინა. ეუბნებოდნენ, რომ ის სხვა პირში აერიათ და მალე გაათავისუფლებდნენ. დოკუმენტებზე ხელმოწერა კი პროცედურული საკითხი იყო. თვითონ ნიკოლოზმა როგორც განმიმარტა, როდესაც ჩაუჯდნენ და უკვე კომუნიკაცია დაამყარეს, უთხრეს, აუ დავით ზართიაშვილი ხარ, ანუ ილუზია შეუქმნეს, რომ შეეშალათ. მართლა ეგონა, რომ შეცდომა მოხდა, მართლა ეგონა, რომ ფორმალობა იყო და შემდგომ რაც უფრო მალე მოაწერდა ხელს, უფრო მალე გაუშვებდა. ნიკა კაციას საქმეში არ არსებობს არც ნეიტრალური მოწმე, ანუ ადამიანი, ვინც პოლიციის გარდა დაინახავდა, რომ მისი ჯიბიდან მკვლელი ნივთიერება სამართალდამცველებმა ნამდვილად ამოიღეს. რატომ პროკურორს პასუხი არც ამ კითხვაზე არ აქვს. იქ განვითარდა ისეთი მოვლენები, რომ ნამდვილად სხვა პირს ვერ დაიწყებს. მცდელობა ქონდა პოლიციას, რომ ვინმე გაეჩერებია, ქონდა მცდელობა. რო ყოფილიყო ვინმე რო ყოფილიყო და ამ შესაძლებლობა ყოფილიყო აუცილებლად. ანუ ჩიხში დააკავეს ბნელ კუთხეში შეიმწყდი ეს კაცია და არ მინახავს ის ადგილი, ქუჩა ამითითებული, ტერიტორია ამითითებული. ვართაგავას ქუჩაზე სახლთან, სადაც ჟურნალისტი დააკავეს, გვიდასტურებენ, რომ პოლიციას მათთვის და არც მათი მეზობლებისთვის საგამოძიებო მოქმედებაში დასწრების თხოვნით არ მიუმართავს. არადა ეს მარტივად შეეძლოთ, რადგან ეს მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა. პოლიციას ხომ არ უთხოვია თქვენთვის, რომ საგამოძიებო მოქმედებებში მიგიღოთ მონაწილეობა? არ ყოფილა ეგეთი რაღაც. პოლიციას ხომ არ მოუმართავს თქვენთვის, რომ უნდოდათ, რომ საგამოძიებო მოქმედებებს დასწრებოდეთ? არაფერი, რა ვიცი, მსგავსი ის არ ვიცი საერთოდ. არ მოუმართავთ? არავის. იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ ნეიტრალური მოწმე ვერ იპოვეს ერთ-ერთ ნარკოტიკების საქმეში, თქვენ ჭიშკართან დააკავეს ბიჭი. რავი, არა. აი ვერაფრ იმას ვერ დავადასტურებ. ანუ არ მოუმართავთ ნამდვილად? არა. ვართაგავას ქუჩიდან ნიკა კაცია საბოლოოდ საპატიმროში გადაიყვანეს. დაკავებულმა ჟურნალისტმა იზოლატორში ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ გაიგო, რომ მას უვადო პატიმრობა ემუქრებოდა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვას ედავებოდნენ. იურისტებმა გაყალბებული საქმის მასალების გასაჩივრება დაიწყეს, თუმცა არც ერთი შუამდგომლობა სასამართლომ არ დაუკმაყოფილა. მათ შორის ითხოვდნენ ტაქსის მძღოლის გამოკითხვასაც, მაგრამ სასამართლომ ოქროს მოწმის დაკითხვაც უსაფუძვლო მოთხოვნად მიიჩნია.
ჩემგან გაიგო რომ დაკავებული იყო თან სისხლის სამართლებრივი წესით, მან გაოგნებული იყო რომ რას ქვია, უკვირდა რომ რატო უნდა დამაკაონ, როცა პრაქტიკულად არაფერი არ მეტ გამოვკითხე და ვკითხე რომ რამე ხომ არ იქნა ამოღებული, ან რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მანგან მიმარტა რომ არაფერი არ ამოუღია ჩემგან და რანაირად მომედავებიან. კაციას საბოლოოდ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. პოლიციამ კი მოწმეზე ზემოქმედება დაიწყო. აკონტროლებდნენ ოქროს მოწმეს. 27 წლის ტაქსის მძღოლი ამ ფაქტს შაბათის ეთერთან პირველ ინტერვიუშიც ადასტურებს და არ გამორიცხავს, რომ მის სატელეფონო კომუნიკაციას პოლიცია ახლაც უსმენს. შეიძლება შევხვდნენ მე კურაში რომ ვიყავ. რატომ შეგხვდნენ? აი ახლა სავარაუდოდ რა ჩვენი სატელეფონო საუბარსაც რა ვიცი მოისმენენ ალბათ. გისმენენ ესე ფიქრობთ? ხო, და რა ვიცი, სავარაუდოდ არ ვიცი, ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ იმის მე მოსვენება არა ფაქტია, არც მე და რა ვიცი. და რა გითხრეს იმ პოლიციელებმა? ანუ არაფერი გამოხდა, ვინმე ხო შექმნილებიაო ეს ის. მეთქი არა ვიცი რა ვიცი. ადვოკატების ზარის მერე დაგირეკეს, გნახე? იგივე პოლიციელებმა ვინც ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ხო? უთხარით რომ აპირებთ არავის არაფერი არ ვიცი, არავის არ დაურეკია და თქვენ სუთავზამანებს კარგი იქნებათ, იმიტომ რომ ხედავდი რომ ეხლა პაპადამეყობა გრანში ცხოვრობდა და იქ რომ დავდიოდი ეგეთი კვირის განმავლობაში სუხდებოდი რომ აი მომდევდნენ უხისად ასე შეგვიძლია რა ვიცი. ანუ ხო რაღაცნაირად გაკონტროლებენ ესე ფიქრობთ რომ არ ილაპარაკოთ? ამ ბოლო დროს აი მაგ დროს შევხვდნენ ინტერნეტს მე არ ვიცი, მაგრამ მაგამდე სავარაუდოდ ჩემი აზრით ხო, იმიტომ რომ ეხლა რა ვიცი ესეთი გამთხოვა არ ვიცი. იმიტომ რომ თქვენ ოქროს მოწმე ხართ ამ საქმის და მათ იციან. ხო, რა ვიცი, აი ქალბატონითა შემიძლება დავეხმარებინ. რატომ ახდენენ მოწმეზე ზეწოლას, ჩაუდეს თუ არა კაციას ნარკოტიკი და რატომ გააქრეს ტაქსის მძღოლის საქმიდან? მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში ბრალდებული პოლიციელები კამერებს ემალებიან. შაბათის ეთერი მათთან სახლებში იმყოფებოდა, თუმცა ყველა მათგანი დაიმალა. ბატონო, გამარჯობა. გიორგი თუ არის სახლში? არა. სამსახურშია? გასაუბრება გვინდა და ხომ ვერ დაგვეხმარებით, კითხვები გვაქვს. მე ვერა. ვინ აწერს ხელს და ვინ გეგმავს გაყალბებული საქმეებით აქციის მონაწილეების ციხეში გაშვებას? ნარკოტიკების ჩადების ოპერაცია საკუთარ თავზე ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას აქვს აღებული. ამ დანაყოფმა გაუშვა ციხეში მძიმე ბრალდებით მტკიცებულებების გარეშე ექიმ-რეანიმატოლოგი გიორგი ახობაძეც. ამ დეპარტამენტის შეფი კი თემურ კუპატაძეა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა კითხვებს რომ არ უპასუხოს, აქციებზე ნიღბით დადის. მობილური მაშინა არ გაქვთ ხოლმე ნარკოტიკებზე რომ აკავებთ ადამიანებს, არც ერთ პოლიციელს რომ მობილური არ აქვს. ჩამორთმეული აქვთ ხოლმე მობილურები? ბატონო თემურ, არ მელაპარაკებით? უკაცრავად. ნარკოტიკების ჩადების საქმეზე კითხვებს თემურ კუპატაძის მოადგილეც გაურბის. ნიკოლოს სამარღანიშვილს ჩვენი კითხვებისგან სპეცრაზმის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თითქმის მთელი დანაყოფი იცავდა. არ არსებობს ხოლმე არც კადრი და არც ნეიტრალური მოწმე და რატომ შეგიძლიათ მითხრათ? კომენტარით. არ აკეთებთ კომენტარს. 90-იან წლებში დაუბრუნდით, ნარკოტიკების ჩადება ტრენდია ისევ. აი ნიკოლოს კაცია ახობაძე, არც ერთი შემთხვევაში არც კადრი არსებობს, არც ნეიტრალური მოწმე და ვინ გეგმავს ამ სპეცოპერაციებს? გამარჯობა. რა ხდება? ხომ შვიდობა უკაცრავად. კი, არ გვიპასუხებთ? არ გსურთ განმარტებების გაკეთება? თქვენ გასახელებენ ერთ-ერთ ორგანიზატორად და შეგიძლიათ ერთი ეს ახლა სიცხვილე არა, რასაც აკეთებ. სიცხვილეა თქვენ რასაც აკეთებ. ანუ რას ნიშნავს მე რასაც ვაკეთებ? თქვენ თავს დაუსვით ეს კითხვა. რატო ჭირდება დაცვა ჩემგან? აბა რა გააკეთეთ ახლა უკაცრავად ალყაში მოაქციეთ, გავიტაცებდი ბატონ სამარღანიშვილს? გავიტაცებდი? ღმერთო ძალიან სიცხვილეა. ნიკა კაციას იმ დანაშაულისთვის, რომელიც მისი მტკიცებით არ ჩაუდენია, ციხეში მთელი სიცოცხლის გატარება ემუქრება. რეჟიმის განაჩენზე მან სასამართლოში თავად ისაუბრა. მე ვარ მართალი და რაც ჩამიდეთ ის თქვენ საბჭოებში შევფაინდეთ. იმდენი მაინც გააკეთეთ, რომ რაც იყო ის მაინც დაწერეთ. ანუ თუ ამდენი სიტამამეთ რეჟიმს, აი დგავა
შემოიტანოს ზიანაბედა მესწროს. ანუ ამისაც არ შეშინია. ალბათ ამ სიტყვებს კიდე ერთხელ ალბათ ხაზგასმით და გთხოვთ რომ აპირისებთ ჩემს სიტყვებს. ამას იმიტომ არ მომგონთ რომ ვინმეს ეს ეკავენა მოახდინო ემოციური. ეს არის უბრალოდ რა იცით, აი ზიხა და ეხლა მე უბრალოდ თქვენ გითხრათ რომ თქვენ ბრძანდებით უგულელი. აი დაახლოებით ასეთ უსამართლობასთან ვარ დაპირისპირებული. ზეწოლის და მუქარის მიუხედავად ნიკა კაციას საქმის ოქროს მოწმე მზად არის თუ სასამართლოში დაიბარებენ ჩვენება მისცეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ მოსამართლე მისი გამოკითხვის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს. ტაქსის მძღოლის ჩვენება კი დაადასტურებს რომ საქმე სინდისის პატიმარს პოლიციამ შეუკერა. ლევან, თქვენ ჩვენება არ მიგიციათ პოლიციის? არა. არ დაუღარები ვარ ჯე მე სასამართლოსაც მისცემთ ამ ჩვენებას ბატონ ლევან თუ დაგიბარებენ? თუ დამიბარებენ მივცემ აუცილებლად.